მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასეთი გაშლა გავაკეთოთ. თქვენთვის წერილი მისგან, ანუ შენ წერილი მისგან. ვნახოთ, რას ფიქრობს ის თქვენი ბოლო საუბრის შემდეგ. შეიძლება ეს საუბარი იყოს, შეიძლება ვთქვათ, მიწერეთ რამე და პასუხი არ მიიღოთ, ну, ვნახოთ ახლა, ხო? ანუ ეს სიტუაცია განვიხილოთ, ჩვენ აქ მოკლე გაშლა გვაქვს. ახსოვთ ხო? გზელ გაშლებს ჩვენ ვაკეთებთ სხვა არხზე, უფრო ღრმად. აქ ახლა ვნახოთ. კითხვები როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული და ამიტომ ვნახოთ. ახლა პირველი მინდა რომ ანარას ვკითხოთ ჩვენ, ანუ რას გრძნობდა ის საერთოდ თქვენი ბოლო საუბრის დროს. აი რას გრძნობდა, ამას მე ავიღებ მანარას, ვკითხოთ მანარას. შემდეგი კითხვები მაქვს ასეთი. რა სურდა რომ ეთქვა, მაგრამ გაჩუმდა. თქვათ არ გიპასუხათ, ან გაჩუმდა, ან არ თქვა ის, რაც გონდა გულში, ხო? რა სურდა? მაგას ხა? როგორ იხსენებს ახლა ის ამ საუბარს, რა? ну ის იმ საუბარს უბრალოდ იმ საუბარს. შემდეგი ვკითხოთ, რა შეიხო მის გულს? თქვენს სიტყვებში რა შეიხო? შემდეგი ვკითხოთ, რას მიხვდა თქვენთან საუბრის შემდეგ. აქვს თუ არა სურვილი, კლავს, ну, გააგრძელოს, თქვათ, ან აღდგინოს ეს თქვენი ურთიერთობა. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ, ну, კონტაქტი, ხო, ვკითხეთ. ხო, როგორი რეაქცია ექნება თუ თქვენ გახვალთ პირველი მასთან კავშირზე? რას მოგწერთ თუ დაუშვოთ გაბედავს? так, შემდეგი აქ მე კითხვა მაქვს. ну, რჩევა. всё. მაგი რომელიც არ მოქმედებს. ოკეი. მაგრამ შევხედოთ ახლა სიტუაციას. так, პირველი, ანუ რას გრძნობს ის თქვენი ბოლო საუბრის, რა იგრძნო? დედა იგრძნო? შემიძლია გითხრათ, რომ აქ პირველ რიგში მაგას თქვენ ეს საუბარი რო გქონდათ, მაგასში აი ესეთ ენერგიები გქონდა, რო თქვათ, სასიამოვნო იყო მისთვის ეს კომუნიკაცია, ანუ როგორ არის, იცით, თითქოს გაუხარდა, მაგრამ ამავე დროს დაიბნა და ძალიან დიდი ტკივილიც მიიღო და ვერ გაიგო რა ეპასუხა მაგას თქვენთვის. რა დაებრუნებია, რა პასუხი დაებრუნებია, იმიტომ რომ აი ნამდვილად ახლა აქ იყო როგორ იცით, აი თითქოს დაკარგვის, აი ტკივილის, იმიტომ რომ ახლა აქ საერთოდ განდაგელი არის ძალიან ესეთი ენერგია, როცა ადამიანი მართლა ძალიან აი მაგაზე მეტი ტკივილი და სევდა ახლა არც ერთ არკანს არ აქვს, მithumetes მანარაში, ხო? და აი ნამდვილად აი ეს იგრძნო, რო თქვათ, რო არ არის იმ წუთში თქვენთან იმ კონტაქტში, აი თითქოს რაღაცა აი უზომოდ განერვიულდა რა, შემიძლია გითხრათ რა, უზომოდ განერვიულდა ამ ადამიანმა, იმიტომ რომ იმიტომ ნახოთ აბა ჩვენ, კარგით, რა სურდა ეთქვა მაგას, მაგრამ არ გითხრათ. იმპერატორი, რა სურდა, მაგრამ არ გითხრათ. ერთი წამით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რას რო არ მინდა თქვენ ახლა ესე გითხრათ, რომ რა სურდა, იმიტომ რომ აქ იმპერატორი არის როგორი თემა, იცით, რომ ჩვენ არ ვიკითხებით რა ენერგიაში იყო, ჩვენ ვიკითხებით რა უნდოდა რომ ეთქვა, მაგრამ გაჩუმდა. თავის შეიკავა, რაზე? აბა რას გულისხმობ აქ? იცით რა არის, მაგან ჩათვალა რომ ჯობია ვაფშე არაფერი არ თქვა. შევენახოთ ჩემ, ანუ თითქოს როგორ არის, იცით? მირჩევნია გავჩერდე,
ვიდრე რაღაცა ვთქვა და კიდე რამე გავაფუჭო. იმიტომ რომ რაც არ უნდა უთხრა ეხლა ამ მომენტში, ეხლა ნახეთ, როცა ასეთ კივილში ხარ, შეიძლება აი კაცურად მოიქცე, ნახეთ რა ხდება. შეინარჩუნა მაგან აი ეს მომენტი, ნახეთ, რა უნდა ეთქვა, რომ ჯობია გავჩერდეო რა. ჯობია გავჩერდე. იმიტომ რომ ჩემ სიტყვებს ეხლა ფასი არ ექნება, შეიძლება ისეთი რამე გითხრა, რაც ვაფშე გავაფუჭო, ну რითიც შეიძლება ვაფშე გავაფუჭო ყველაფერი და ამიტომ გაჩუმდა. ანუ ჯობდა რა, ჯობდა რომ გაჩუმებულიყო, ვიდრე ყველაფერი გაეფუჭებია ამეთ. კი ბატონო, იმიტომ რომ რასაც თქვა, გეტყოდა, თქვენ არ მოგეწონებოდათ, გაიგეთ ეს ყველაფერი და უფრო გულს გატკენდათ რა. და ამიტომ ესე იგი, ну პრინციპში კაცურად მოიქცა, იმიტომ რომ ახლა აქ ჯობდა რა, ყველა ვარიანტში რომ გაჩუმებულიყო, იმიტომ რომ შეიძლება მისი ეგოსაც შეეხეთ, თქვენ დაუშვათ. ან რაღაცა ისეთი უთხარით, რომ მაგან ახლა იფიქრა, რომ ჯობია გავჩუმდე, იმიტომ რომ საპასუხო, ну, სხვა პასუხს გეტყოდათ ისეც, რომ არ მგონია რომ მოგეწონებოდა, არ დაგიბრუნა თქვენ, შეიძლება ის ტკივილი, რაც ტკივილი მან მიიღო, აქ თავი შეიკავა. თავი შეიკავა. როგორ ეხლა იხსენებს ეს ადამიანი იმ თქვენ საუბარს? ეხლა როგორ იხსენებს? ну ძალიან ცუდად იხსენებს რა, ძალიან ცუდად იხსენებს. იმიტომ რომ ძალიან აი როგორ გითხრათ ეხლა, აი თითქოს დანაკლისს გრძნობს რა. ანუ მართლა აქ ადამიანი ნანობს. თან მძიმედ იხსენებს, ძალიან მძიმედ იხსენებს. თან რატო კიდე ნახეთ, ანუ ეთყობა მაგან ეხლა შეხედეთ, ქონდა მაგას რაღაცა ყველა შანსები. ეს ერთი შანსი ქონდა, რომელმაც ეგეც მაგან მოიტოვა თავისთვის რა, რო იტყვენ, ეს შანსიც ვერ გამოვიყენე რა. ეს ბოლო შანსი მქონდა და ეგაც კი ვერ გამოვიყენე. იმიტომ რომ ნახეთ, რამდენი ეხლა მომენტები ქონდა შეიძლება და ესაც უკვე ბოლო შანსი ქონდა და ისაც ვერ გამოვიყენა. აი ნამდვილად ამას იხსენებს, ან მძიმედ ეხსენებს, ძალიან მძიმედ ეხსენებს, რატომ? ну, იმიტომ რომ ხო გითხარი, ბოლო შანსი რა და ისიც ვერ გამოიყენა. იმიტომ რომ როგორ იყო, იცით, შეიძლება ის საუბარი თქვა, რომ გაგრძელებული იყო, მაგ შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია შეიცვლებოდა და შანსი მოგეცემოდა თქვა იმისთვის, რომ თქვა გაგეგრძელებიათ, ხო, ეს თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანმა არ გამოიყენა ეს შანსი და ამიტომ ეხა ნანობს, რომ აი, ну რატო გავჩერდე, რატო გავჩუმდე, მაგრამ ну ასეთ ენერგიებში, რა ენერგიებში ეს იყო, აი ეს იყო მაგისტრის როგორ იცით, რომ აი არის სიამოვნა რა და ისედაც ძალიან გულნატკენია და რომ განცდებში თქვენ რო იცით, კაცები უფრო მეტად განიცდიან ვიდრე ქალები, ეს შეიძლება თქვენ იტყვით, რა სისულელია, მასე დამიჯერეთ. იმიტომ რომ თქვენ დაჯერებით და იტირებთ, აგერ გაშლას უყურებთ, ვინმეს თან და ქალთან წახვალთ, რაღაცა სიტყვით და კაცებს როგორ ზრდიან, არ შეიძლება არ ეტიროშე, ხო კაცი ხარ, კაცური სექცია არ არის, ვის დაელაგა, ძმა კაცი ხა შეიძლება ყოველაც არ აყავს ისეთი, რომ ადგეს და ამის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ეს არ გაიქცევა არავისთან და არავის არ დაუწყობს თავის გულის გადაშლას, იმიტომ რომ აქ ძალიან ესეთი ადამიანი, ჩაკეტილი ადამიანია ეს რა, ძალიან. აი თქოს მარტოობა იგრძნო რა. აი ეგეთი რაღაცა. так, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რა ხო, რა შეეხო მას მის გულს ახლა ეს თქვენი სიტყვები რისში? ეხლა გეტყვით, მეც შევალ არკანჩე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რა შეეხო. იცით რა არის, რა შეეხო? შეიძლება ეს ადამიანი აი რაღაცა რომ მოგწერა თქვენ, ხო? მაგით შეიძლება ფიქრობდა ეს, რომ ამით მე გავხსნი და ну ამ სიტუაციას, გაიგეთ? და ფიქრობდა, რომ თქვენგანაც სხვანაირი პასუხი წამოვიდოდა. მაგრამ თქვენ აი ეს შანსი მაგას არ მიეცეთ, გაიგეთ? თქვენ ვერ დაინახეთ. რის თქმა მინდოდა ვერ დაინახა. მე აი ამით
ვცდილობდი რომ აი ეს ჩვენი თქვათ პაუზა თუ რაც არის რომ გამეხსნა, მაგრამ მან ვერ დაინახა ის, რასაც მე სინამდვილეში ვეუბნებოდი და რასაც მე ვგულისხმობდი. გაიგეთ რა ხდება და იმიტომ არ გიპასუხათ რომ შეიკავა თავი რომ ეთყობა მივხვდა რომ თქვენ ვერ გაიგეთ მის ანუ სხვა რამეს ველოდებოდი ვფიქრობდი რომ ამას რომ ვეტყვი ან ამას რომ მივწერ ის სხვანაირად მე სხვა რეაქციას ელოდებოდა მაგრამ სინამდვილეში აი ზუსტად იმას ნანობს რომ მაგას კი ეგონა რომ ეს რაღაცა იქნება თქვა შველა მაგრამ თქვენ ვერ დაინახეთ ეს და აი ეხლა არის აი ესეთ ენერგიებში რა რომ აი ეს სიტყვები ნუ ძალიან ისე რა ქვია და თქვენ ესეთი პასუხი შეუბრუნეთ მაგას რომელიც თქვათ ეხლა ნუ ვეღარაფერი ვერ გითხრათ რა ანუ ვერ მიხვდა რა უნდა რა მინდოდა მეთქვა რა ნახოთ რას მიხვდა ეს თქვენთან საუბრის შემდეგ რას მიხვდა თქვენთან საუბრის შემდეგ რას მიხვდა თქვენთან საუბრის შემდეგ აქ კიდე როგორი სიტუაცია იყო იცი კიდე მოდის როგორი სიტუაცია ხა ნახეთ შეიძლება თქვენ ეს საუბარი რო გქონდათ ვიღაცისთვის იქნება მან ეხლა აქ ამ საუბრით დასვა წერტილი ვითომ გაიგეთ და თქვა რომ აღარ მინდა всё დამთავრდა აღარ მინდა აღარ წავალ მე ამ ურთიერთობაში მორჩა დავსვი წერტილი იმიტომ რომ არ ესმის ამას ჩემი იმიტომ რომ რა არის კიდე იცით როგორ რამდენჯერ ვუხსნი და არ უნდა რომ გამიგოს არ უნდა რომ გაიგოს ის მე რაც მჭირსო ვთქვათ რაღაცა სიტუაციები ხო ყოველას თავისი აქვს რა და აი ეხლა ჩვენ რო ვიკითხებით ეხლა მაგას რომ რა მიხვდა თქვენი საუბრის შემდეგ აი თითქოს იმას რომ რაღაც დასრულებას მიხვდა რა დასრულდა ყველაფერი კი აქ არის რაღაცა მომენტი რა რო ჯობია გავჩერდე ან ჯობია წავიდე ან ჯობია არ ვიმოქმედო ან ჯობია მერე ვიმოქმედო ხო პაუზაში შევიდა ეგრევე რა მიხვდა რომ აი ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ გავაკეთო აი ჯობია რომ აი აზრი არ აქვს რომ აუხსნა და დაგტოვა თქვენს ფიქრებთან თქვენს ემოციებთან დაგტოვა და წავიდა გაიგეთ რა ხდება და გადაწყვეტილება მიიღო რომ აი არ მინდა არ ვიმოქმედებ მაშინ აღარც მივწერ აღარც დაველაპარაკები და აქ შევიდა ტრანსფორმაციაში სხვათა შორის თვითონ ხანძლივი ტრანსფორმაცია რომელიც უზომოდ გულს ტკენს ამ ადამიანს სხვათა შორის თავის აქციელს კარგით ნახოთ ახლა შემდეგი ჩვენ გვაქვს კითხვა აქვს თუ არა ანუ აქვს თუ არა მას სურვილი კვლავ დაიწყოს ეს კომუნიკაცია ნუ აქ როგორი მომენტი იცით რა არის ეხლა შეიძლება სურვილი აქვს თუ არა რა გითხრათ ეხლა დავსიკავებს ეს ადამიანი ნუ პრინციპში კიდე აქ რაღაცა ფიქრობს რომ რაღაცა შანსი შეიძლება მქონდეს მაგრამ წელავს დროს ძალიან დროს წელავს უზომოდ სურვილი გაქვს კი სურვილი მაქვს კი სურვილი კი მაქვს მაგრამ ჯერ არ ვიცი საერთოდ მე კი მაქვს სურვილი მაგრამ მაგას თუ უნდა ეს სურვილიო გაიგეთ აი ეგეთი რაღაცა არის სურვილი აქვს როგორ არა აქვს მნიშვნელოვანი ქალი ხართ და უნდა ძალიან უნდა თქვენთან კომუნიკაცია რას ქვია არ უნდა
ეხლა შეიძლება არის რაღაცა საქმეები დაკავებული თქვენ რო იცოდეთ, ან სამსახურებრივი თემებით, ან რაღაცებს, მაგრამ აქ რაღაცა სიტუაციები, რომელიც თქვათ ეხლა მე სურვილი კი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ვინახავ ამ სურვილს, ანუ არ ვაჩვენებ რა, ისეთ რაღაცას ჩვენ მაგ სურვილი მაქვს, და დიდი მაქვს სურვილი, კი ბატონო. ვნახოთ ეხლა აი როგორ რეაქცია ექნება თუ თქვენ მიწერთ მაგას პირველი. ნუ სხვათა შორის აი ეხლა რაც დრო გავიდეთ, რაც თქვენ აი აქ არა გაქვთ ეს ურთიერთობა, მაგას შეიძლება გაუკვირდეს. მაგრამ პრინციპში შეიძლება უკვე თუ დაუშვათ ადრე ელოდებოდა თქვენს ქმედებას, ეხლა უკვე არც ელოდება სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ ეთყობა აი ხანი არაფერსაც არ მოქმედებთ და ამიტომ ეხლა უკვე აი როგორ გითხრათ, ეხლა გაუკვირდება. კი, ძალიან ბედნიერი იქნება და გაუხარდება, მაგრამ გაუკვირდება ძალიან. მაგრამ აქ უკვე როგორი რაღაც პასუხია მოდის, იცით როგორ? აი даже არც ვეკითხებოდი, მაგრამ თქვათ, უნდა თუ არა თქვენ ეს გააკეთოთ, აქ არც მეუბნება არა. თუ გინდათ რომ ბედნიერება გქონდეს საკმასთან. მაგრამ პრინციპში ხო გეუბნებით, მაგაზე ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება აქაო. მაგრამ თუ გავუშვათ რამე რეაქცია და უნდა გააკეთოს გოგომეს რამე, არა, შეჩერდით. არა, ხო გითხარით, არა. იყავი თქვენთვის. მაგან უნდა გაიგოს თქვენი დანაკლისი ძალიან აი და ის მიხვდოს რომ თქვენ უმნიშვნელოვანესი ხართ მისთვის და აი ამასანამ არ გაიგებს, უნდა იჯდეს ის თავის ენერგიებში მარტო. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ და მე თვითონ იმოქმედებს, იმიტომ რომ კაცი საერთოდ აფასებს მხოლოდ იმას, რაშიც ახლა დებს ენერგიას და თვითონ რო გააკეთეთ. მე თვითონ უნდა გავაკეთო. გაიგეთ, როცა შენ ახლა თვითონ მოქმედებ, როცა გოგოები მოქმედებენ, სხვათა შორის თქვენ ახლა ეს არის აი არასწორი პოზიცია, რატო იცით? იმიტომ რომ კაცი კაცია, კაცმა უნდა იმოქმედოს, კაცმა უნდა გააკეთოს რა. კაცმა თვითონ უნდა, ნუ ეს არის ამად ბუნებაში და კაცმა უნდა ინადიროს რა. კაცი ამაყობს იმით, რაც მოინადირა. რაც მას აი ადვილად მიუვიდა ხელში, ამას არაფასებს. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ კარტე ამბობს, რომ არა, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მან თვითონ უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ კაცია. დამაჩვენა თავისი თავი ეგრევე იმპერატორად, ახლა იმპერატორი თუ ხარ, ახლა რა თქმა უნდა, ახლა უნდა მოერიო ყველაფერს და შენ თვითონ უნდა იმოქმედო. ეს თავისთავად თუ ხალი გინდა და გიყვარს სიტყვაზე, ხო? ხო მართალი ვარ. მომწერეთ თუ არ მართალი. კომენტარებში. ნახოთ ახლა ჩვენ რას მოგწერთ თუ ეს თქვათ ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, რას მოგწერთ? აბდაუბდას მოგწერთ. რას გულისხმობ აქ ახლა შენ რას მიწერ ახლა? რომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შენ ხარ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ვის გარეშე მე არ შემიძლია, რომ შენ ხარ ანუ აქ არის ნახეთ გველი, თან არის ანუ აჰა რას მოგწერს, რომ მაგან მიხვდა, ნუ არ ვიცი გოგოები მოგწერს თუ არა, იმპერატორისგან ძალიან მიკვირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოგწერდათ და ან უნდა რომ მოგწეროს, მაგრამ რამდენად მოგწერს, ეგ უკვე თქვენ კაც უყურეთ, ახლა რა მაგის ხასიათს, ხო? იმიტომ რომ აქ რა არის, იცით რას მოგწერს და ანუ იმას, რომ საერთოდ ყველა აი ეხლა ქართულს სწორედ თქვა. ყველა ქალის შორის შენ ხარ ყველაზე საუკეთესო, შენ ხარ იმის მიუხედავად, რომ შენ ახლა ენაც გაქვს მწარე. ძალიან ისეთი ხარო, აი არ ვიცი რა, მაგრამ მაინც შენ გირჩევო. მაინც შენ მირჩევნი ხარ ყველას და ყველაფერს რა. შეიძლება სხვათა შორის აქ იცით როგორი იქნება გამოჩენა თუ გაბედავს, შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში იყოს. ისე ვერ გაბედავს, კი? და ის რომ სხვათა შორის იმასაც გეტყვის, რომ ნამდვილად ესე რა ქვია,
ძალიან მიყვარხარ, მინდა შენთან დაბრუნება, არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდეს. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი და ამიტომ ნამდვილად მოდი დავაბრუნოთ ყველაფერი რა. კი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გრძნობს თავს თქვენს გარეშე, ამ სიყვარულის გარეშე ძალიან არ უკმარისობას გრძნობს სიყვარულის სიყვარულის ენერგია, თქვენ ხართ მისი თან ტკივილი ხართ, თან სიყვარული, თან უნდა, ეს ძალიან ცუდად გრძნობს თავს თქვენთან ემოციების გარეშე რა, ძალიან ცუდად გრძნობს თავს რა. მაკლი ხარ, ვოთ, გამახსენდა, მაკლი ხარ. ძალიან მაკლი ხარ, ძალიან მაკლია შენი სიყვარული, ძალიან მაკლია შენთან ურთიერთობა, ძალიან მაკლია შენთან თუნდაც ეს კომუნიკაცია, ძალიან მაკლია, არ მინდა შენი დაკარგვა. მაგას გეუბნებით, რომ ამას ახლა გოგო, კი, ვიცი რომ ხა არიან ზოგი ბიჭი შეიძლება მოგწერს მართლა მაგას, მაგრამ ზოგი ბიჭები არიან ცოტა მკაცრები და ცოტა ისეთები თან ახლა აქ ხოგებ ეგრევე მაჩვენა თავს რომ აი მეფე ვარ, მე ხა ყველაფერს კი არ ვეტყვი. მაგრამ შეიძლება აი თქვათ უნდა რომ მოგწეროს დაჟე. აი თუ ეგეთი მეფე რა არის, იმპერატორი ყავთ, ხო? მაშინ იცოდეთ რომ მაგას უნდა რომ შეიძლება გითხრას. აი დაუშვათ სამ მდგომარეობაში შეიძლება გითხრას ეგა თქვენ და თქვენ გაგიკვირდებათ სიტყვაზე, ხო? კი, დაელოდეთ მოგწერთ თქვენ რაღაცას, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ძალიან უყვარ ხარ და ძალიან დიდი მიზიდულება, ძალიან სულიერად. აქ არის როგორი თემა, იცით, აი სულიერად მიზიდავ, სული ჩემი ითხოვს, გაიგეთ რა ხდება, სული ითხოვს, სული ტირის, სულის თხოვს. აი ეგეთი რაღაცა. რჩევა ხო, თქვენ ახლა კარგი რას მოგცემთ ამ სიტუაციას დაკავშირებით. პრინციპში როგორ არის, იცით, რაც გეუბნებიან, რომ ნახეთ რას მოგიტანს ესა და თქვენ ისედაც კარგად ხართ, მშვენიერად ხართ, ბედნიერად ხართ რა. და შეხედათ, თუ თქვენთვის ახლა ეს მნიშვნელოვანია, რასაც ეს მოიტანს და თქვენ თუ შეგავსებს კიდევ უფრო მეტად და თუ მაგან ახლა მიხვდეთ თავისი თქვათ ეს დანაშაული და ყველაფერი, რასაც რაღაცაზე ხო გული გატკენა და ყველა ხوار მოხდა ეს სიტუაცია, ხო? აი მაგ შემთხვევაში პირველ რიგში ნახეთ, რას იმოქმედებს. ნახეთ თქვენთვის აი ეს რა იქნება მისი ასეთი გამოჩენა, მაინც დააკვირდეთ კიდე. მთავარი რა არის, იცით, აქ კიდე რას მეუბნებიან? მთავარია, იმიტომ კი არ მიიღოთ ეს ადამიანი, რომ თქვენ ახლა გრძნობთ მარტო თავს და გინდათ აი რაღაცა სიცარიელი შეავსოთ. დაფიქრდეთ კარგად, ეს ადამიანი რომ შემოვა თქვენ, იმიტომ რომ ისიც ხო ანახეთ ახლა განდაგერგენ ადამიანი, რომელიც ახლა მაგასაც გული აკნატკენი, გაიგეთ და ამიტომ ახლა თქვენ თუ მხოლოდ იმისთვის გინდათ ეს ადამიანი რომ არიქა რომ აი გავიმარჯვე და ძალიან მაგარი ვარ და თქვათ ახლა მოხვედი, ეს დედა გეტირა და რაღაცა, არა, მაგისთვის არ გინდათ რა, მაგისთვის არ გინდათ. ნამდვილად, იმიტომ რომ უნდა ეხა ისაც ადამიანია ბუდიშით რა და ნამდვილად უნდა გაითვალისწინოთ ეს აუცილებლად, იმიტომ რომ არ მოგიტანთ ესეთ გამარჯვებას ეგა. იმიტომ რომ მაგიც მიხვდება თუ თქვენ დაუშვათ მაგას შეხვდებით რაღაცა ეგეთი სიტყვები და არიქა და მოვიგე და რა იყო რა მარტო მოგწყინდა, რა იყო შენ ახლა ისა რა ქვია მოგენატრე, აი ტონს გააჩნიე, მიხვდით? აი მაგას მიხვდება ეგა და ვაფშე საერთოდ ამას არ იმას იზავს რა. შეცვალეთ აქ, იმიტომ რომ თვითონაც ახლა ცდილობს რომ მოვიდეს რაღაცა შეცვლილი და ამიტომ ესეთი რაღაცები თქვათ ახლა ისრები აი რას გითხარით, არ გინდათ რა, არა. აქ თუ ადამიანთან აი თქვათ რომ იმისთვის რომ აი თქვენი ეგო რომ თქვათ გაახაროთ, არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ შანსი გეძლევა თქვენ ყველაფრისთვის, შეიძლება თქვათ ახლა სიტუაციას გაერკვევა, ხო, მაგრამ არ მიდიხართ манипуляციებში, აი ეგ სიტყვებში, ეგ რაღაცებში, მიდიხართ, არ გინდათ რა, იმიტომ რომ აქ ახლა ნორმალური კარგი კომუნიკაცია შეიძლება გქონდეთ თქვენ და ისა სიყვარულიც ყველაფერი და სხვა შეიძლება აქტუალური არის, შეიძლება даже შვილიც გეყოლება, თუ ვინმე თქვათ, აი თქვენთვის აქტუალური არის რა. და კიდე რა რჩება?
ხო, ну აქ ახლა გეუბნებით, აქ რაღაცა დიდი პერიოდი გაიარა, რა დიდი პერიოდი იყო, რომელშიც უნდა ყოფილიყავი თქვენ. რაღაცა შეხვედით ტრანსფორმაციაში, დაიწყო ეს ტრანსფორმაცია, დაიწყო ცვლილება, რაღაცა გრძელი პერიოდი თქვენ გამოიარეთ და ეს პერიოდი ახლა დასრულდა. და როცა დასრულდა ეს პერიოდი, ზუსტად არის აი всё უკვე მოიერიეთ, ასე ვთქვათ, გამოხვედით თქვენ ამ მდგომარეობიდან, ვთქვათ, რომ ნერვიულობდით და დანაკარგი და რაღაცა იყო და ეხლა всё ბოლო კითხვა ეხლა პასუხი მითხარით. ეხლა მე სად მიდიანებენი ახლა? ну აქ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრისთვის იქნება ეს ერთად მიდიან? აქ როგორი სიტუაცია იქნება, იცით, თქვენი არჩევანი იქნება სხვათა შორის, თქვენ რასაც იზამთ, აქ გოგო არჩევანს აკეთებს, გაიგეთ? ანუ თქვენ კი გეძლევათ საშუალება, რომ თქვათ, აქ ვიღაცა სხვათა შორის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება ძალიან მაგრად რა. მაგრამ თქვენ თვითონ გააკეთეთ არჩევანს, ეს ურთიერთობა გინდათ თუ არ გინდათ, დავიტოვოთ თუ არა. აქ თქვენ უკვე ცივი გონებით იმოქმედებთ, მიხვდით, 4 დედოფალი და ანუ იმპერატრიცა ყველა ვარიანტში ყველაფერს ჩართავთ თქვენ ყველა თქვენს ენერგიებს რა. ანუ შეხედავთ ეხლა თქვენ გული რას გეტყვის, ამ დროს დავფიქრდები მაინც მე რას მომიტანს, თქვათ ეხლა ანუ შეიცვლება თუ არა ეს სიტუაცია, მჭირდება თუ არ მჭირდება მე ეს გზა, ხო? დავინახავ, შევადარებ, თქვათ, ანუ რა ცვლილებები მოხდა და მე ცივი გონებით გადავწყვიტებ რა გავაკეთო. აი ეს არის, იმიტომ რომ თქვენ თვითონ პრინციპში ნახეთ, ძალიან მშვენიერი კაი გოგო ხართ და ყველა ვარიანტში აქ ახლა ეს ბიჭიც ახლა რომელიც იჯდა დიდი ხანი ამ სულ ყველაფერში, ну პრინციპში კი ბატონო. აქ სხვათა შორის სრულიად მოლოდნელად შეიძლება ეს ადამიანი გამოვიდეს, გამოჩნდეს вообще როცა вообще არ დაელოდებით, რომ აი მაგ დროს შეიძლება მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ну კიდე მე ვფიქრობ აქ რაღაცა გაქვთ თქვენ მასთან გასავლელი. ეს ბიჭი ძალიან მოქმედებს თქვენზე, ძალიან კარგად მენტალურად, კარმულია ძალიან, მაგრამ ეს კარმული ნახეთ, ყველაფრის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს თავისი ქმედებით თქვენ გულს გტკენთ, მაგრამ აი დააკვირდეთ ეს ადამიანი, ამ ადამიანის მეშვეობით თქვენი ცხოვრება შევა ფინანსური და რაღაცა უფრო მაგარი ხდებით თქვენ, უფრო მეტი, თქვა შევა ფული ფინანსურად გაიზარდეთ, შევა შეიცვალეთ, შეიძლება რაღაცა ცხოვრების დონე შეცვალეთ, უფრო მეტად შეიყვარეთ თქვენი თავი, აი დაფიქრდით რა, იმიტომ რომ აქ ადამიანი მნიშვნელოვანი, აქ არ არის ესე რა ქვია, ძალიან მაგარი, ну ჩვენთანაც ყველა მნიშვნელოვანი მოდის, ხო, ჩვენ უკვე ვიცით. всё, ჩემო სიხარულებო, ამან დავამთავრებ, მე როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს გისურვებთ.